რეკლამის შემდეგ ისევ საუბარს დაუბრუნდეთ. და მაგალითად ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს კიდევ ახსენა მაგალითად ვოლუნტარისტულად გრენლანდია რომ მაინც ავქნაო ეხლა მიწევს არ მინდა მაგრამ ჩვენი უსაფრთხოებისთვის რომ მაინც უნდა წავიღო და რაზეც ვერაფერი ვერ თქვა ნატოს გენერალურ მდივანს რომ დანიელს ნატოს წევრია, მაგრამ თქვა რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის აქტიკა და ვის შეუძლია რუსეთი არიანო იმ წლებშიო და და ვის შეუძლია ყველაზე მეტად აქტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეს არის მარტო ამერიკის შეერთებული შტატები. სხვას არც ამერიკას, მაგრამ სხვას მით უმეტეს არ ყავს ყინულმჭრელები, რაც ყავს რუსეთს და ჩინეთს. და შესაბამისად ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვა რეგიონებიც. და აღარ აქვს ოსილა რომ რუსეთთან დაპირისპირების პირობებში კიდევ ასეთ ამოცანებს თავი გაართვას. იქ პანამის არხიც აქვს მოსაგვარებელი, კანადაზე კიდევ ვიზახის გაავთრებით რომ შტატია ჩვენიო და ევროკავშირთან აწარმოებს საფრანგეთს მაგალითად ალკოჰოლზე 200%-იანი ტარიფი დაუწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი პრობლემები ექნება საფრანგეთს ამერიკაში საკუთარი ღვინის და კონიაკის და შამპანურის შეტანაზე. რაც პრობლემაა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბაზარია. მოკლედ, არის ჩართული ომებში, მათ შორის ევროკავშირთან ომებში და კიდევ არ აქვს ამდენი ერთი ადგილი, რომ ყველგან მთელ სოფლიოში ეს კონფრონტაციაზე გაიწიოს. რა, ტრამპს სჭირდება ეკონომიკის გაჩანსაღება, ტრამპს სჭირდება თავისთვის სასარგებლო გარიგებები. და თუნდაც რუსეთი რომელიც არ იქნება მის წინააღმდეგი და არ იქნება ჩინეთის ესეთი დიდი მოკავშირე ხო ამას მარტივად ვერ ახსენებს თან ჩვენ თვალთვალ დავინახეთ რომ ტრამპის ხასიათის თავისებურებები მოდი პირდაპირ თქვათ რომ მე აი ფსიქოლოგიურ ჭრილში ტრამპი პუტინი შეიძლება ვერაგობით და აი ამ ბიზანტიური ცმიერებით გამოსtildeებით უდიდესი გამოსtildeებით პუტინმა აჯობოს არ არის გამორიცხული იმიტომ რომ იმას აქვს თავისებურებებია. ამერიკას სხვანაირი ქვეყანა ბევრად მეტი შიდა ძალა არის ანტიტრამპული, ვიდრე რუსეთში ანტიპუტინისტური, რომელიც თითქმის არ არის. მოდი ესე ვთქვა, პირდაპირ რა, ყოველგვარი მოკიბის გარეშე. ხო და აი როგორ იქნება, რა იქნება, ამას ჩვენ მომავალში ვნახავთ. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ და მინდა ეს საკითხი მაინც საქართველოს ჭრილში ვისაუბროთ, გვდება აქციები, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ შვენიერი ამინდია და ამინდის გამოსვლამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო რიცხოვნობაზე მათთვის დადებითი ანუ არ გამოდის ხალხი საოცარია რომ მაგალითად მიდიან და მივახციეთ იმას რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში 1 საათიანი ეთერი იქნებოდა რა სჭირდებათ ეს ეთერი რატო არის ეს მიღწევა როცა თვითონ აქვს ტელევიზიები აი გავს აბსოლუტურად გაუგებარი მიღწევებია გადავკეტეთ 40 წუთით გადავკეტეთ რუსთაველი და რა გადავკეტეთ რუსთაველი ეს არ არის ხო, არაფერი. და პლუს ახლა მოდის ამნახაშია 5-6 თვეში არის ადგილობრივი არჩევნები. ხო. აი აქ რა ხდება? აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. გახარია? კაცებმა, არაო. გახარია? გახარია ისაც ვერ გავიგეთ, შედის თუ არა პარლამენტში. ხო, ისიც ვერ გავიგეთ. აქაც აბსოლუტურად არა, მაგ ჩვენ მე არ წავაგე, არა. კივნეული თემა, მიზიანი გვაქვს დადებო. გარკვეული მაქვს გახარია. თავი დავანებოთ. გახარიას ვისაუბროთ ოპოზიციურ თემაზე. ან თუნდაც ოპოზიციურ თემას დავიდავანებოთ და აქტივისტებზე ვისაუბროთ. აგერ მეგობრებო, თვითონ ქვეყნის პრემიერმა თქვა ესეთი რაღაც და მინდა გავიმეორო და ლოგიკა მოუწონო, რა რომ აქვთ ახალი აპარატურა. ხაბასდა უკვე. ოფიციალურად შესყიდული კამერები, რომელიც ახდენენ ადამიანის ვინაობის იდენტიფიკაციას. ანუ როგორც კი გზას ხელოვნურად კეტავენ, ის აპარატი იჭერს ადამიანს, რომელიც ამას აკეთებს, მოქალაქეს იდენტიფიცირებას ახდენს და შემდეგ მისდის 5000 ლარიანი ჯარიმა. და 3-4 თვის მერე ეს ჯარიმა უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ იქ სასამართლოა, ეს არის დაუშვათ ბიუროკრატიული თემებია, მაგრამ გადახდა მაინც უწევს. შესაბამისად არ უწევს, არავის ეს დაშლა პოლიციური. აი როგორც გითხრა, აი რა ვიცი, რაღაცა ბადე რო გაქვს ჩადებული. თევზების ბადე. და თვითონ რო ეხმარება და რო ელოდები, უბრალოდ რომ რამდენი იქ შეთოცდება და მე ამოიყვან, ხო? შედარებაა, მაგრამ აი ეს მარტივი თამაშია ძალიან. იმად მარტივი რომ თვითონ ხელისუფლება იძახის ამას რა, რომ ბიუჯეტი ივსება. აი ნახე რა. აი ეს არის აქტივიზმის სიკვდილი. კი, რატო? ნახე, ჩვენ ხო ხშირად გვისაუბრია, რომ იქ აქტივისტების რაღაცა მსუყე ნაწილი დადის, ასე ვთქვათ, პონტის გამო.
ანუ რას გულისხმობ, რომ აი ვთქვათ იქ თავისი კურსელი წავიდა, აყვა ფეხის ხმასა და შესაბამისად და არის ასევე ეს ზომები არის მათი რევოლუციური მედეგობის გამოცდა, რომ შენ თუ ესეთ რუს რეჟიმს ებრძვი და რუსული რეჟიმი უნდა დაამარცხო, როგორც ისინი უწოდებენ. რა 5000 ლარი კი არა ხალხის სიკვდილზე უნდა მიდიოდეს და რაღაცა, ხო? ანუ ეს არის გამოცდა, რომ ეხა ადრე როგორ იყო ის, ანუ ამათვის იყო რა, რომ გავალთ, ვისვრით იქ რა ვიცი, ხლაპუშკები, დავწვათ პოლიციას, ყველაფერს ვიზავთ და ნუ მე პრეზიდენტი შეგვიწყალებს მაგალითად, ხო? ანუ როცა დაუდგება, რომ შენ თუ იზავ არასახელმწიფოებრივ ზომას 5000 ლარიანი ჯარიმა მოგივა და რავი თუ ესეთი ნათელი მიზანი არის 5 რაღაცა ხო იმ 5000-ასაც გადააბიჯებენ, მაგრამ მე როგორც ვაკვირდები ამ კონტინგენტს დასაკარგი აქვს არის რაღაცნაირი საშუალო კლასის ერთი სეგმენტი, რომელმაც შეიძლება თავი არ შეიწუხოს რაღაც ნაწილმა, იქ სტუდენტებმა, რომელიც დაფიქრდება, ხო, აი რისთვის ვკეტავ გზას, ანუ რა არის ჩემი აზრი, რომ რის გამო ან ხო ჩვენ ვაკვირდებოდი რომ მაგალითად 2 წლის წინ რამდენიმე 10,000 გამოვიდა, ბევრი არა, მაგრამ მაინც იმისთვის რომ NGO-შნიკების ხელფასები აიღოთ. ანუ რაღაცა სეგმენტი გამოიყვანეს იმის გამო რომ აი ხელფასი უნდა აიღოს NGO-შნიკებმა და არ უნდა ჩაწერონ იმაში. ანუ ამის გამო რომ გამოსვლადი ხარ და რაღაცა სისულეების გამოკეტავ გზას. რა თქმა უნდა, შენ დაგიწესებენ თამაშს და აქ გამოჩნდება შენ იმ ნათელი იდეის ერთგული რამდენად ხარ, როგორცაც ქვია, ეგრეთ წოდებული რუსული რეჟიმის დამხობა. ძალიან მარტივია. ბატონო. ხო, მე მგონია ეს ბევრი მიზეზის გამო უკვე დაღმავლობა რა, მე მგონი აღარ არის სერიოზული ძალა. პირველი მიზეზი ის იყო, რომ აქამდე თვითონ ნარატიულ დონეზე, როდესაც ამბობდი, რომ თუ აბრალებდნენ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებებს, USAID და სხვაებს და ასე შემდეგ, ამბობდი, რომ რუსული ნარატივია, მაგრამ ილონ მასკმა აჩვენა, რომ არა მარტო სახელმწიფო გადატრიალებებს გეგმავდა და აფინანსებდა, არამედ ტერორისტულ ორგანიზაციებს აგერ სირიაში. შენ როდესაც როგორც არ უნდა მოგწონდეს ხელისუფლება, როდესაც უყურებ იმ საშინელებებს და იმ მონსტრებს, რაც სირიაში ხდება და ის იარაღი მონსტრო უჭირავს, ესაც USAID-ის დახმარებით მიიღო, ხო, იმ ფინანსებით მიიღო, ხო, უჭირავს, ხო? მაინც ეგ შიში და ეს ელემენტარული რაღაცა ის სიოთლისთვის ბრძოლა, ხო? შემოდი შენშიც რა, ეგ არ არის, ხო, ქართულში. შემოდი შენშიც და ხვდები, რომ ესე არ არის. მესამე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ უბრალოდ ეხლა რა თქმა უნდა არიან ეთყობა არიან რაღაცა სეგმენტი, რომელიც რაღაცა ბრმად ჯერათ. კი, ეგეთი სეგმენტი ყველა უჯრედობაში არის, მაგრამ ძირითადი ადამიანების ძირითადი ნაწილი, სოციუმის ძირითადი ნაწილი არის მას რაციონალური. ძალიან რაციონალურია. ეს ძალიან კარგად ნახეს შემდეგი რაღაცა, რომ ისინი მოელოდნენ, აი სიმართლე თქვა, რა მოლოდინები ჰქონდათ მათ. როდესაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი მხრიდან არ გავხსნით მოლაპარაკებებს, ხო? ისინი მოელოდნენ და ერთ-ორ თვეში ეკონომიკა დაიქცეოდა. მართლა მაგას მოელოდნენ. უცბად ხედავ, რომ ეკონომიკა არ დაქცეულა, ზრდა არის, რაღაცა საშუალებები გაჩნდა, რაღაცები გაჩნდა. და მათი სამყაროს წარმოდგენა, რა თქმა უნდა, იცვლება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ხელისუფლების მომხრეები გახდნენ მეტი. არა, მაგრამ ის სურათი, რეალობის სურათი, რაც მათ ჰქონდათ, რადიკალურად შეიცვალა. ამის გარდა ის წარმოდგენა, როდესაც ისინი ხედავდნენ, რომ სიკეთე და ბოროტების ბრძოლას როგორც უყურებთ, თურმე ესე არა, სირია არის ყველაზე ისეთი კაი მაგალითი ამის. მაგრამ არა მარტო სირია, ბევრი კონკრეტია, მაგრამ სირია ყველაზე კაფიოდ არის ეს, რომ კაცო ის ადამიანები, რომლებიც გენოციდზე აწყობენ, ხო? იმათ ევროკავშირი ელაპარაკება და სანქციებს ხსნის. იმიტომ როდესაც როგორც არ უნდა მოგწოდეს ტალახაძის პოლიტიკური გემოვნება, ტალახაძეს არაფერი ისეთი არ აქვს გაკეთებული, რაც რა ვიცი, იმ სირიელ ბარბაროსებს აქვს გაკეთებული. ბოდიში ნუკრი დავაკვირდეთ პოლიტექნოლოგიური იმას, რომ აი სირიის ლიდერი და ზელენსკიც როგორ ერთ პოლიტექნოლოგიურ, ასე ვთქვათ, გამოწყობილი ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, ერთი ხელია. და ამის გარდა ესე იგი ის პრინციპის ნახეთ, ხო იყო რომ აი უმცირესობებს ვიცავთ, ხო? ესე იგი ალავიტები არის 11%. რეალურად ამ ძალას, ანუ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერით ძალას უნდა მოდი ესე თქვა, ეს არის ისლამური რაიხი შექმნა, სადაც იქნებიან მარტო სუნიტები, დანარჩენი არის ქრისტიანი, არც ალავიტი. რომელსაც სადღაც მე მგონი 15-17%-ია ყველა რელიგიური, ეგრეთ წოდებული რელიგიური უმცირესობები, ხო? ანუ
უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული ძალები არიან რა. ისლამური რასიზმი, ეთნიკური არა, მაგრამ რელიგიური რასიზმის ელემენტებს ატარებს რა, ეგ მთელი მოძრაობა და ესე ძალებს უჭერ მხარს და ანუ რაღაც აი ღირებულებით რწმენები შეერყა ძალების. მან ძალიან სერიოზული პრობლემა არის შემდეგი მეგობრებო, სანამ შენ თუძაზე პატარა შენიშვნას გეტყვით, რომ ეს ოსმანური იმპერიის დანგრევის შემდეგ, რაც დახაზეს ინგლისელებმა, აი ისიც ინგრევა რა. იშლება. ეს ქვეყნები ხო მოფიქრებული ქვეყნებია ინგლისის მიერ. ხო, ეს ქვეყნები არ არის ის ქვეყნები, რომელიც არსებობდა წარსულში. ეს სხვა ქვეყნები წარსულში არსებობდა. ეთნიკურ საზღვრებს არ ემთხვევა. ხო, ან წარსულში არსებობდა სპარსეთი, ოტომანების იმპერია, იყო 600-700 წელი და ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ დაალაგდებდა რანაირად, ხო? შეიძლება ადამიანი იმის ანალიზს ვერ აკეთებდე, მაგალითად, უახლოეს მომავალში რა ბედი შეიძლება ეწიოს სირიას. ეს ხომ ესე არ დამთავრდება სირია ეხა აქეთ ისრაელმა წაიღო, იქით თურქეთმა წაიღო და კურთებს უნდა თქვი და ასე შემდეგ, ხო, ეხა თურქეთი შეიძლება კიდევ რაღაც თავისი გავლენები კიდევ გააძლიეროს, იქ რუსეთი ჩახსნან და ასე შემდეგ უამრავი რაღაც იქნება. რასაც გარდაუვლად მოყვება ერთმანეთში დაპირისპირება თუ არა სირიელი ხელისუფლების, თქვათ, ვინც იქნება დღევანდელი თუნდაც ცდილობები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ტერიტორიები, რაღაცები დაიბრუნონ და ეს იქნება კიდევ ერთი საჯილდაო, თქვა, დაიტოვეს ახლა, არის რაღაცა ცხელი წერტილი, სადაც აუცილებლად უნდა გაჩაღდეს ომი. ამის დასკვნას რო ვერ აკეთებ, გავანებოთ თავი, მაგრამ იმას ხომ მაინც უყურებ დღეს რა ხდება. ანუ გამოდის ხელისუფლება, ვისაც უნდა იმას კლავს. ამასთან დაკავშირებით არავის არაფერი არ ენაღვლება. შენ ქვეყანაში უყურებ როგორ არიან წეღანას ხომოდი, ხო? ანალიზი უნდა გააკეთო, მაგრამ არის კატეგორია ადამიანების, რომლებსაც ეს ყველაფერი აწყობთ და ესენი არიან ნაყიდი ადამიანები. მე ვლაპარაკობ იმ კატეგორიაზე, რომლებიც ხარს უჭერენ ამ ადამიანებს, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია რო ქვია და სამშობლოს გამყიდველები არიან რეალურად, აგერ წავიდნენ და წარმოიდგინეთ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში წავიდნენ და ესტონეთში დარეგისტრირდნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქ პოლიტიკაზე გავლენას ახდენდნენ. ეგ როგორ შეიძლება, ხო? როგორც კი დადგა საკითხი და ფარას კანონი წამოეწიათ გზაში, ესტონეთში გადაბარგდნენ და იქ დარეგისტრირდნენ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ესენი კიდე პრეტენზიებს განაცხადებენ აგერ თქვენ და აგერ მე საქართველოში იმაზე, რომ ამათმა რაღაცა მოვლენებში მონაწილეობა მიიღონ. რა მნიშვნელობა აქვს ხა გვარითა და სახელით ქართველი რომ ხარ, გაძლევს ეს იმის უფლებას, რომ შენ საქართველოში რაც გინდა ისაკეთო? არა. ეგრე აგერ ბატონო რუსეთშიც არიან ქართველი გვარისა და სახელის ვიღაცა ბიზნესმენები, პუტინის კართან დაახლოებულებიო ეძახიან, აგერ ეხა სტიქია რო იყო ფულების გადმორიცხვის იმ ხალხმა, მაგრამ აბა კარგი ბიჭები არიან, ვიღაცამ თქვა საქართველოში რაიმე პრეტენზია განაცხადოს, რომ რაღაც ან არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა ამ პოლიტიკაში შემოხედოს, ხო? და ნახეთ რა ამბავს ატეხენ, მაგრამ ესენი ფიქრობენ, რომ ამათ აქვთ უფლება ესტონეთში იყვნენ, იმიტომ რომ საქართველოში რო იყვნენ. ხო, ესტონეთი ხო კარგია და ის ხო ცუდი პრიორი. ესტონეთი ანუ ესტონეთი რო კარგია, ეგ ვიცით, როგორი კარგია. ანუ უყურე თემა რა არის, რომ იქ არ გაუკონტროლებენ ფინანსები, საიდან წავა და საიდან შემოვა და აქ უნდა გქონდეთ რაღაცა ესეთი სერიოზული პრეტენზიები. სინამდვილეში ამ გაჭირებულებმა ისიც არიციან, რომ ესტონეთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ესტონეთისთვის, იმიტომ არიან ყველაზე აგრესიულები. იქ ევროკავშირშიც ბალტიის ქვეყნებს როგორც აგრესიულებს ისე მოიხსენებენ. ესტონეთში არის დარეგისტრირებული 1,100,000 მოსახლე. აქედან 20% გასულია დასავლეთ ევროპაში, 24% არის რუსი წარმოშობის. აი აქ არის მთავარი პრობლემა. ნებისმიერ დროს, როდესაც მოინდომებს რუსეთი, ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია სიტუაციის ნაცნობი მეთოდები. რა თქმა უნდა, იმ მეთოდებით და მე თავისი მოსახლეობის დაცვასაც რა თქმა უნდა მოინდომებს. სად რუსების ტემპერამენტი და ბრძოლის უნარიანობა და ზუსტად იმდენი არ მიაყავს ესტონეთია. არც ეკონომიკა,
არც დიდი არაფერსაც უბრალოდ იქ გადაბარგნენ აგრესიულ ქვეყანაში, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის ჩამოქცევით, იმიტომ რომ ეს პერსპექტივა ელოდება და ცდილობენ რომ როგორმე რუსეთში აქ გააჩაღონ ცეცხლი, იქით გადაიტანონ. აქეთ გადმოიტანონ და ერთი აუცილებლად მინდა სოციალურ ქსელებში შემხვდა ესეთი რაღაცა ნარატივი, თითქოს ვის უნდა საქართველოში ომიო ისო რა ქვია 3 დღე 4 დღე გაეძრო და რა აზრი ქონდათო და ან რაღაცა რა პარტიზანული და კიდე ვითომ ქილიკობენ ამასთან დაკავშირებით ამ კატეგორიას და თქვათ ვისაც აინტერესებს მინდა უთხრა რომ ეს 3 დღიანი და 5 დღიანი ომი რა თქმა უნდა არავის არ ადარდებდა ჩვენ რამდენი გავწყდებოდით ეს ერთი პარტიზანულ ომთან დაკავშირებით შეიძლება ისიც კარგად იცოდნენ რომ ჩვენ მაინდა-მაინც შეიძლება დიდი პარტიზანობა იქ რაღაცები არ გაგვეწია, მაგრამ აქ თავარი იყო რა უკრაინელები, ბოევიკები, სირიელი ბოევიკები, თურქეთში დაძინებული ბოევიკები რო არიან და თავარი იყო ამ ხალხის მეშვეობით ჩრდილოეთ კავკასიის არევა პარალელურად. ანუ ჩრდილოეთ კავკასია და საქართველო ერთიანობაში სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა რუსეთს. და მოუწევდა ძალების აქეთ რა თქმა უნდა და ეს ომი ისე კი აღარ იქნებოდა რომ ვინმეს გაუფრთხილდებოდა რუსეთს ვინაიდან და რადგანაც აგერ უკრაინაში სერიოზული პრობლემა აქვს ჩვენთან რო შემოგვიწრალდებოდა შეეცდებოდა რომ რაც შეიძლება მალე დაენგრია აქაურობა რასაც უკრაინაში აკეთებს აუცილებლად იმას გააკეთებდა გატრიალდებოდა და წავიდოდა რა თქმა უნდა უარესი თუ არა აი ეს იყო ჩაფიქრებული ესე ვიყავით გამეტებულები ჩვეულებრივად ეს იყო იმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ დაგეგმილი, რომლებსაც ახლა ეს ხალხი ტაშს უკრავს. მე მინდა რომ ამ ხალხს უთხრა, გამოფხიზლდით. ჩვენ ვართ შეწირული ქვეყანა და მადლობა თქვით, რომ საქართველოში გამოჩნდა ის ხელისუფლება და საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელმაც ეს საფრთხე დაინახა და არიდა ქვეყანას. ჩვენ ვიყავით დაღუპულები ჩვეულებრივად რა. და ამაში აქტიურად მონაწილეობდა ის ოპოზიცია დღეს რომ რაღაცა ფორმით გონიათ რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ეს არასოდეს არ მოხდება და მე ნუკრის აზრს გავაგზავნებ და უცებ დავამთავრებ უამრავი ამოვიკითხე რომლებიც უკვე ნიჰილიზმში აი რევოლუციონერები რო იყვნენ ნიჰილიზმში რა მე რამდენად ხა კიდე მას ამაყობთ რომ რუსთაველი გადაკეტე და უკვე დასცინიან ერთმანეთს რომ აზრი რო აღარ აქვს პერსპექტივა ამ ყველაფერს აღარ აქვს ესე უნდა იყოს კიდეც და უფრო სასიამოვნო სიახლებსაც გავიგებთ ამით ჩვენი გადაცემა ამ ეტაპზე დღეს სრულდება შემდეგ შაბათს აუცილებლად შეგაწუხებთ და მოგიყვებით როგორ ხედავთ სამყაროს და საქართველოს ჩვენ